ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ამასთან ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში დაკორექტირდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ, მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში. დოკუმენტში მოხდა მედია საშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და დევნა. ევროპარლამენტი რეზოლუციით ნეტგაზეთისა და ბათუმელის თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს და მოუწოდებს ევროკავშირს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლებით გაყინოს მისი ფინანსური აქტივები. დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტი წუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეკომენდაციების შესრულებაში და რომ ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხმობის დონე კვლავ შესამჩნევად დაბალია და 49%-ში ადგენს. ვინი ფიქრობდა, რომ საქართველო ერთ დროს დემოკრატიის მედროში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა. რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებზე და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის პატიმრებზე. ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მზია ამაღლობელის მიმართ, ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ამ დროისთვის ციხეში იმყოფება. მან დაკარგა მხედველობა და მიუხედავად ამისა ის პოლიტიკური მოტივებით ციხეშია. ჩვენ მოვუწოდებთ გადაიდგას გადაუდებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე. ქალბატონო კომისარო, ვიცი რომ თქვენს ქართველი ხალხის მხარეს ხართ. ვიმედოვნებ, რომ ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები უპირველეს ყოვლისა რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ. ევროკავშირის საბჭოს დანიის თავმჯდომარეობას მიუმართავ. ინიციატივა აიღონ ქვეყნების გასაერთიანებლად, როგორც მინიმუმ სურველი ქვეყნების, რათა ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. გასულ თვეს მისიით ვიყავი საქართველოში და არ შეიძლება რუსულ ჩარევაზე ლაპარაკობდეთ. ეს რუსული სისტემის, რუსული რეჟიმის კოპირებაა. როდესაც ვიქტორ ორბანსა და ალტერნატივა გერმანიისთვის ხმები მესმის, რომლებიც აქ ლაპარაკობენ, რომლებსაც პუტინის მხარდაჭერა აქვს და რომლებსაც სურთ, რომ ახალგაზრდა ქართველები მარტოდ იყვნენ მიტოვებულები რუსეთისთვის გადასაცემად, ნათლად უნდა ითქვას, თქვენ კრემლსა და პუტინს ემუშაობთ. ხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო კალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს მათე დევიძეს პატიმრობის 4 წელიწად ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. სურს რომ ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. სურს რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. მკაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენს. You're looking for a definition for democratic backsliding. დემოკრატიის უკუსტვის განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ. შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს ქართული ოცნება თავის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წელი. არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო კავკასიაში იმედის შუქურა იყო, მაგრამ დღეს, რასაც ვხედავთ, არის უცხოური აგენტების კანონები, გაყალბებული არჩევნები და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევები. ქართული ოცნება დაშინების, დეზინფორმაციის და მანიპულაციის რუსულ სახელმძღვანელოს სიტყვა-სიტყვით იყენებს. მოდით სრულიად ცხადები ვიყოთ. ეს არა შორეული ან აბსტრაქტული პრობლემაა, არამედ პირდაპირი გამოწვევა თავად ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარი ქართული ხალხისთვის. დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, ქუჩაში ნაცემი ოპოზიციონერებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მილიონობით ჩვეულებრივი ქართველისთვის. But especially for those millions of Georgia's democratic foundations are being eroded
by the day. საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითი დღე ირღვევა. ქართული ოცნების რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო ევროკავშირის მომხრე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი დააკავეს. ხელისუფლება აგრძელებს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, ხოლო რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველით. ამჟამად კომისია 46 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს. დამატებით 32 მილიონი евро წევრი ქვეყნის დამტკიცების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. უახლესი რეპრესიული კანონები, კერძოდ ფარა, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ჩვენ შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველყოთ, უარყოფითად მოქმედებს. მომავალ კვირას საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და მათ შორის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს ქართული ოცნების მთავრობის რეპრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. დემოკრატიული სტანდარტების ამჟამინდელ უკუსვლაზე საპასუხოდ ყველა ვარიანტი განსახილველად უნდა დარჩეს. ამავდროულად გაფართოების სამუშაო ჩარჩოს მიღმა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკაში ჩართულობის შესაძლებლობა უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიისა და რეგიონული კავშირის კონტექსტში. Including in the context of the Black Sea. საქართველოს დიქტატურა ხდება. ქართული ოცნება პრორუსული პარტია კანონს არღვევს და დაჩქარებული წესით ახდენს ოპოზიციის მარგინალიზებას. აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას უწყვეტს. ცოტა ხნის წინ 8 ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაშია. საქართველოს უფრო ახლო კავშირებს აწყობს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან. ქვეყანას ევროპას და დასავლეთს აშორებენ და ეს ქართველი ერის ამბიციებსა და სენტიმენტებს ეწინააღმდეგება. საერთაშორისო არენაზე ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაცია გვჭირდება. ასევე ინდივიდების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. We need political isolation of the Georgian dream. In light of recent catastrophic developments, it is clear what we're lacking. უკანასკნელი კატასტროფული მოვლენების ფონზე ცხადია რა გვაკლია. ევროკავშირს საქართველოსადმი გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა სჭირდება. ხედვის და ეფექტიანი ინსტრუმენტების გარეშე მოუმზადებელი ვრჩებით ანტიდემოკრატიული უკუსვლისა და სხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც საქართველოსა და რეგიონს გააჩნია. კრიზისის მენეჯმენტს უნდა გავცდეთ, უფრო დიდ სურათზე უნდა ვიფიქროთ. შავი ზღვის სტრატეგია, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ მომავლის საქართველოს ხედვის რეგიონულ პრიორიტეტებთან თანხვედრა მოვახდინოთ, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია, თუ დემოკრატია დაცულია, თუ ოპოზიცია რეპრესირებული არ არის და კი ორივეს გაკეთება შეგვიძლია. გეოპოლიტიკურები ვიყოთ და რეპრესიებს შევეწინააღმდეგოთ. Be geopolitical and stand up to repression. ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ზურაბ ჯაფარიძე და რა თქმა უნდა მიშა სააკაშვილი. საქართველოს მთლიან ოპოზიციას დევნიან და პატიმრობის ბევრ თვეს უსჯიან. მზია ამაღლობელი დაკავებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. დემონსტრანტები ყოველ საღამოს მართავენ პროტესტს და საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. რა არის მათი დანაშაული? მათ არ უნდათ დაუშვან, რომ საქართველოს რუსეთის სასარგებლო დიქტატურა გახდეს, ნაცვლად ევროპული დემოკრატიისა. მხარი უნდა დავუჭიროთ ქართულ ხალხს და თბილისის რეჟიმის იზოლაცია უნდა მოვახდინოთ. ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებენ ოპოზიციაში და მას ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმას უწოდებენ. რომილები რაც გაკეთდა გუშინ ევროპარლამენტარების მხრიდან არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის ფაქტი, რომ თეთრმართველობის არჩევნები არ არის არანაირი ლეგიტიმაციის წყარო ქართული ოცნებისთვის. არის ქვეყანაში საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისი და კრიზისის აღმოფხრის ერთადერთი საშუალება არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემებს, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები უნდა იქნან გათავისუფლებულები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უშუალო რა თქმა უნდა მის საქმეში არის პოლიტიკური მდგენელი და ასამართლებს ის სასამართლო რომელიც არის მიტაცებული. ეს რეზოლუციები ზოგადად ახლა რაც გამოიცემა ხო და მე რამდენი არის ერთმა კითხვა დასვით. ეს ქართული ხალხის წინააღმდეგ არ არის, ეს არის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია ძალიან დიდი ხანია. რამდენი რეზოლუციაც არ უნდა გამოიცეს და ვინც არ უნდა გამოიცეს რეზოლუცია.
ჩვენ იმ ბავშვებს, რომლებიც ოცნებამ აქციაზე დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდათ და მიხეილ სააკაშვილს ერთ სიბრწყეში ვერასოდეს და არასოდეს არ დავაყენებთ. ეს არის პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის რეზოლუციაში განთავისუფლების მოთხოვნა, პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატებისთვის, მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იყოს პატიმრობაში. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა ჩვენი კვლავ დარჩება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას აფასებენ ქართულ ოცნებაში და აცხადებენ, რომ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე, როდესაც გაყალბებაზე მტკიცებულებას ვერდებენ, არასერიოზულია. ყუილს ტყუილზე წერს ქალბატონი რასა და ამ ყველაფერს ცარიელი დარბაზის პირობებში საკუთარ თავს უყვება. ამას ხო არანაირი ღირებულება არ გააჩნია, არანაირი არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი ამ ტყუილებს ბუნებრივია ვერ ექნება და ვერც გამოადგებათ ამ ტყუილებით გაჯერებული რეზოლუცია იმისთვის, რასაც რეალურად ამ ყველაფერს აქვს მიზანი, არის ზეწოლა და ზალმომრეობა ქართულ ხალხზე. ქართული ხალხი შანტაჟს არ ემორჩილება. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო წარმოსახვითი რეალობის შესახებ დებატები, რომელშიც უხვად იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები. ამავე დროს, რაც ჩვენ ნახეთ, მოვისმინეთ ასევე მაგალითად ევროკომისრისგან და ზოგადად ამ შეფასებებზე შეიძლება ითქვას, რომ არის ფაქტია დიალოგის საჭიროება და აუცილებლობა, ამიტომ ჩვენ როგორც ევროკომისიას ასევე კრიტიკულად განწყობილ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებთ, რომ არჩევნებში დამარცხების მიუხედავად პატარა ბავშვები ნუ გაიბუტებიან, დავსხდეთ მაგიდის გარშემო, ყველამ გაუსწოროს რეალობას თვალი, ნახოთ, რატომ გახდა ახალი კანონმდებლობის მიღების საჭიროება და ერთობლივად ვიფიქროთ და მოვნახოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. აისა კომუნისტკა არისვენებს. ყოველ კვირა უნდა რომ საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს ხოლმე. თან ეს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი 700 კაციან ევროპარლამენტში 8 კაცი იყო, ნახეთ ხო? იმ 8 კაციდან 3 თავზე დაახურა და უთხრა და მიუთითა რაისას და დანარჩენ კომუნისტებს, რომლებიც არიან ჩასაფრებული საქართველოს წინააღმდეგ, რომ რა გინდათ ამ საქართველოსთან მშვიდობა შეინარჩუნოს. აგერ ჩვენ საქმეს მიხედოთ, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტ ქალბატონ ურსულას იმპიჩმენტს უწყობენ. მე თუ მკითხავ, არის გონივრული ეჭვი, მათ შორის არის კორუფციასთან დაკავშირებით თემები იქ ევროპარლამენტში, მათ შორის ის, რომ ევროკავშირი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან, აი ესეთი პრობლემები აქვს და იცლიან რაისა და მისი სადაქალო, თუ როგორც არის, რომ რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ყველა პუნქტით, ყველა ასპექტით თქვენზე წინ ვართ. მაგრამ თქვენ უტიფრად მაინც აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის და ჩემი ქვეყნის გაშავებას. თუ ვინმე ახდენს საქართველოში ევროპულ ნიჰილიზმის შექმნას და ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფას, ეს არის სწორედ სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით. აი ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც თვითონაც იციან, რომ არავინ ყურადღებას აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. ამას არავითარი ფასი აღარ აქვს ამ ტიპის რეზოლუციას. ველოდებით ევროკავშირში ევროპული ღირებულებების მქონე პარტიების დაბრუნებას. ამისი ნათელი წერტილები არის მაგალითად მათ შორის ევროპარლამენტში ძალიან ბევრი, არც თუ ისე ცოტა ევროპარლამენტარის გამოსვლა საქართველოს სასარგებლოდ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისათვის გამზადებულ ატამს პულვერიზატორი დღებავენ, რასაც მოქალაქეებში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. რაც მოესწარი, რას მოესწარი? ეს არის ტექნოლოგია. ხეზე ვერ ასრებს დამწიფებას, ბაზარს რაოდენობა სჭირდება, რაოდენობა და კაცმა მკვახე დაკრიფა. და როგორ ამწიფებს? ქალაქელებს მეტი არ უნდა. აბა გაიხსენე. ახედარი დამწიფდა.
ეს უნდა დააპატიმროთ, ამაზე მეტი ფაქტი რა გინდა? ქართველი რომ ამას გააკეთებს, ოხრად დაგრჩეს მაგაში აღებული ფული. ასეთი ქმედებების გამო ამდენი სიმსივნით დაავადებული ადამიანი რომ არის ასეთ პატარა ქვეყანაში, განსაკუთრებით ბავშვები. ეს ადამიანი და ყველა ვინც მსგავს სიბოროტეს ჩადის, მისი ჯიბის გასქელების მიზნით უნდა დაისაჯოს და მაგალითი იყოს ყველასთვის. მიტოა მერე ხალხი დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებები, ჩვეულებრივი მოვლენა რომ გახდა, არ შეგერგებათ მაგ ფული. დასაჭერია რასაკეთებს ხალხს წამლავს, აცადოს მერე დამწიფება, მკვახერო დაკრიფა, არ შეგერგოს მაგაში აღებული ფული რამდენ ადამიანს ფასად დაუჯდა მაგ ატმის ჭამა, წამლავს ხალხს ფაქტია. რატომ ვართ ასე უპასუხისმგებლო საკუთარი შვილების მომავლის მიმართ, ისინი მაინც შეიცოდეთ. დასაჭერები არიან ეს იმის ბრალია რომ ბაზარში შესული პროდუქცია არ მოწმდება, უნდა გამკაცრდეს და მიიღონ შესაბამისი ზომები, წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები. ატმის შეღების ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლახში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები. მათივე თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღების ფაქტზე მყისიერი რეაგირების შედეგად იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლახში მცხოვრები ფიზიკური პირი გ.უ. სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათის უზრუნველყოფის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს. ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის ხილის შეღება განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოიყენება არადასაშვები საღებავები ეწინააღმდეგება სურსათის უვნებლობის წესებს. ატამს მომხმარებელი ხშირად კანთან ერთად მიირთმევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საღებავი პირდაპირ ხვდება ადამიანის ორგანიზმში. არასაკვები საღებავების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კუჭნაწლავის პრობლემები, მოწამვლა ან ტოქსიკური ზემოქმედება. ატმის შეღება არც საკვები საღებავით არის რეკომენდირებული. საკვები საღებავებიც განკუთვნილია ძირითადად გადამუშავებული პროდუქტებისათვის, მაგალითად ტკბილეულისთვის და არა ცოცხალი ხილისთვის. ზოგი საკვები საღებავი უსაფრთხოა მხოლოდ ზღვრულ რაოდენობაზე, რაც ხილზე გამოყენებისას რთულად კონტროლირებადია. შესაბამისად, ატმის შეღება თუნდაც საკვები საღებავით აზიანებს მომხმარებელს და ქმნის ჯანმრთელობის რისკებს. 122 დღეა ჭიათურაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. მაღაროელები დღეს კომპანიასთან შეიკრიბნენ და კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვდნენ. სანატორიუმთან მისული მაღაროელები ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მაღაროელები დირექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხვალამდე დაიცდიან, რათა ხელფასებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღოს. ისინი სხვა მაღაროელებს საპროტესტო კარავთან შეკრებისკენ მოუწოდებენ. სად ვარ ვაძლევენ ძმა 4 თვე ხელფას გავაგებინე. მოუდგებით ვიჯო, ნუ იცავთ ვიჯო დამნაშავეებს ვიჯო. აქ ხდება კანონიერად ყველაფერი შეხვედრა და ოფიციალურად ჩვენგან არა, ხო? ხელფასი დაგვირიცხეთ დროზე რაც მეკუთვნით. არ არის დასაცავ. ხო რა ლაპარაკობ, მოიყვანებ. აბა ვის ველაპარაკობ? მაშინ გაგვეცი პასუხი შენ ხო ხარ მოსული აგე. შენ გაგვეცი პასუხი მაშინ კაცო. ხო, შეხვედრა გვინდა. ისი სამთავრობას იცავთ. ეს შენობა ხო ჩვენ გვეკუთვნოდა. დირექტორი. ხალხის უფლებები უნდა დაიცა, დირექტორის უნდა დაიცა. მაგარი ნეიტრალური მხარე ხარ, მაგარი უსაფრთხოება ხარ. ჩვენ უსაფრთხოებაზე ვიზურდა. ის უსაფრთხოება უნდა დაიცა, ვისაც იცავთ ყველგან. რა გვეკუთვნის ხელფასი, თუ არ გვეკუთვნის ის რას იცავთ? ბოლო ხელფასებზე რაღა იყოთ მართლა. ვართ მოსულები სანატორიუმის მდებარე ტერიტორიასთან ვითხოვთ იმკუთვნილი 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას, რაც კომპანიას აქვს ვალდებულება ჩვენ წინაშე რომ გადაიხადოს. და რაღაც ცდელობა და ის იყო რომ თითქოს ხვალ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ და ამაზე განვიხილოთ. მე პირდაპირ ვიტყვი და ჩემი აზრი იყო ესეთი და დამეთახმა უბრალოდობას ყველა დამეთახმა რომ ჩვენ იმ საქმეზე არ დავჯდებით სალაპარაკოდ, რომელიც გარანტირებულად მეკუთვნის და მე არ დავიწყებ თავის მტვევას იმაზე, მე რაც გარანტირებულად მეკუთვნის, როგორ მივიღო. ხვალამდე ველოდებით პასუხს ამ ხელფასებთან დაკავშირებით და მოგმართავთ ყველას, ვისაც ეს ხელფასი არ დაგრიცხათ. ხელი გაქვს მოწელი, არ აქვს მოწელი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას
გელოდებით საპროტესტო კარავთან ვიყოთ ფხიზლად თქვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ნუ იქნებით ამის იმედად. ყველამ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი წილი აგური ყველამ დავდოთ ამ საქმეში. დღესვე მაღაროელებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ასახულია მაღაროელების კუთვნილი ულუფა, რომელიც არ მოიცავს მათი ორგანიზმისთვის აუცილებელ რძის პროდუქტებს. ეს გახლავთ მაღაროელის ულუფა, მეგობრებო, ყველამ როიცოდეთ, 8 საათი მაღაროელმა 8 საათის განმავლობაში უნდა მიირთვას ეს ულუფა და რა არის მენიუში ხედავთ. გადავამოწმეთ წონითაც 233 გრამი გახლავთ პური, 207 გრამი გახლავთ, ხედავთ ალბათ 2 ღერი თევზი და ციციბურა 207 გრამი საერთო ჯამში. ამის წონა და 62 გრამი საწედელი. და რა თქმა უნდა 1 ბოთლი წყალი. ნახევარლიტრი. ანუ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მაღაროელს ყოველდღიურ რეჟიმში ეძლეოდა ოდითგანვე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უნდა მიეცეს რძის პროდუქტი, მაწონი, არაჟანი და ასე შემდეგ, რადგან მანგანუმით დაბინძურებული ფილტვები უნდა და ორგანიზმი უნდა გაიწმინდოს. და ნაცვლად ამისა შეფასება თქვენთვის მომინდია, რაც ეძლევა ახლა მაღაროელს და რამდენად კალორიულია და რამდენად შესაძლებელია ეს, რომ 8 საათის განმავლობაში მომუშავე მაღაროელმა, რომელსაც მინიმუმ გაუორმაგდა სამუშაო საქმე, რამდენად არის ეს შესაძლებელი, რომ მაღაროელმა აიმით იშრომოს, შეფასება მომინდია თქვენთვის. ცნობისთვის უწყვეტი პროტესტის 132 და შიმშილობის 21 დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. 3 მათგანს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. მაღაროელები მოითხოვენ სამართლიან პირობებში ცხოვრებასა და მუშაობას. მათი მთავარი მოთხოვნაა ასევე 29 აპრილს დაკავებული თანამებრძოლების მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგო გველესიანის და არჩილ ჭუმბურიძის გათავისუფლება. ნარკოდანაშაულის ბრალდებით გვიან ღამით 34 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გელა გელაძემ გამართა. მისი თქმით, დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული პირები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაციებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით. ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციაზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ გეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. سوف تكون الامتحان صحيح. خودی بمب آورده خود قرارش میده زن مدایزه سواسا ندارم تو سلاش کامش نه اون هم میشه چه داره تو გუშინ გვიან ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით
ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციას. ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვაში. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი. გამოძიებით გინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს. კერძოდ, ინტერნეტ აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განშინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო ვიდეო ჩაწერა. დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების შრეკისას ნივთგიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, სუბოქსინი, მეთადონი, ალფა-პვპ და სხვა. ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ ამოღებული იქნა არარეგისტრირებული ცეცხლსროლი იარაღები და საბრძოლო მასალები. ამ დანაშაულების ჩადენისთვის მათი დამტკიცების შემთხვევაში ჩვენს მიერ დაკავებული პირები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან. აქვე მსურს დიდი მადლობა გადაუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება, რითაც ჩვენს უამრავ მოქალაქეს ვიხსნით ნარკომანიის უმძიმესი სენისგან. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსეს სხვადასხვა ლოკაციებზე. პროკურატურის ცნობით ზესტაფონის სასამართლომ 2 პირს სასჯელის სახით და ზომად 17 წლით, ხოლო 1 პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა. ცნობისთვის 7 ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში შეიყვანეს თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდების სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს ალექსი ახვლედიანს უფლება მოსილება შეუწყდა. ხელღამით 2 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით. მანამდე საუბრობდნენ პატრონების მოთხოვნით, აბსოლუტური მათი თხოვნა იყო ასეთი. იყო მანამდე საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებული არ იყვნენ ამაზე. გუშინ გვიან ღამით გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. კონტაქტში შემოდიოდა შეხვედრებისას გაუმჯობესებული პარამეტრები, თუმცა მართვის უმთვაზე დავტოვეთ, იმიტომ რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს და მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატურის უმთვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით, აბსოლუტურად კონტაქტური. ჩაიბარეს თურქებმა, ანუ სხვანაირად არ წაიყვანდნენ, იმიტომ რომ უნდა ეფრინათ. და აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრებით პირიქით გაუმჯობესებული, აი ბევრად გაუმჯობესებული, აი ესე წაიყვანა. კონტაქტი რავიდა ვინმესთან?
არა გამოძიებას ხომ არ არა ჩემო კარგო რას ლაპარაკობ დააპარაციებაც რა გამოძიება არა საქართველოსთან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს. გაძევებული არიან აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოსთან გაძევების განხორციელება. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში საიუბილეო საღამო გაიმართა. სასწავლებლის 105 წლის იუბილეზე კონცერტი ღია ცისქვეშ მოეწყო. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კურსდამთავრებულებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. კონცერტზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. დამსწრეების წინაშე წარსდგნენ საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილების მოსწავლეები, გუნდები, ორკესტრი, ჩასაბერ საკრავთა და ფოლკლორული ანსამბლების წევრები. ძალიან ამაღელვებელი დღეა, მინდა გითხრათ, 105 წლის გავხდა უკვე სასწავლებელი, ეხლა ხან დამთავრდა კონცერტი, ეზოში გადავწყვიტეთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში და ყველა იმ ადამიანთვის დაგვეხმარა იმაში, რომ ეს სილამაზე ეჩვენებია ჩვენი მსმენელისათვის, ყველას ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონკურსები იყო, ბევრი საერთაშორისო კონკურსები და ფესტივალები, სადაც მოსწავლეებმა ჩვენებმა მიიღეს მონაწილეობა და ძალიან მაღალი შედეგები დაბრუნდნენ და მიხარია რომ აი ესეთი ზეიმია დღეს ჩვენ ქალაქში. ჩვენ აი აქ ამ ეზოში გქონდა 5 წლის წინ ზუსტად სლოგანით ჩვენ 100 წლის საძირკველზე ვდგევართ და მას შემდეგ 5 წელია გასული და დღეს 105 წლისა ვართ და კიდევ უფრო მყარად ვდგევართ ამ 105 წლის საძირკველზე. ეს არის დიდი საგამომცემლო კერა, რომელიც ღირსეულად, ნამდვილად ხმამაღლა ვიტყვი, ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს და ცხოვრობს და ცოცხლობს ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრებით. არაჩვეულებრივი რეჟისურა იყო, შემსრულებლები, არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, უნიჭიერესი. ბავშვები და ჩემი აღზრდილებიც არიან აქ. დღევანდელი საღამოთი სრულიად აღფრთოვანებული ვარ. ეს არის არაჩვეულებრივი, ეს არის 105 წლის შედეგი კი არ არის. ეს არის რა ვიცი, საუკუნის შედეგი. ჩვენი სასწავლებელი მუდამ იყო ხელოვნების, კულტურის სათავეში და მუდამ იქნება დარწმუნებული ვარ. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მომავალი თაობა მოდის.
ძალიან აქტიური წელი ჰქონდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სასწავლებელს, იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღეს მისმა ბავშვებმა, როგორც ყოველთვის, მაგრამ წელს განსაკუთრებით, როგორც საერთაშორისო კონკურსზე, ადგილობრივი კონკურსზე, რესპუბლიკური მასშტაბით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ჩატარდა ძალიან ბევრი კლასის კონცერტი, სოლო კონცერტი და მოკლედ, რა ვიცი, ჩვენი პედაგოგები და მოსწავლეები ჩაული რუდუნებით შრომობდნენ და ესე აქტიურად განვლეს, რომელიც დაგვირგვინებაც ამ წლის ლოგიკური ფინალი დაგვირგვინებაც იყო დღევანდელი დღე, რომელიც მიეძღვნა ჩვენი სასწავლებლის 105 წლის თავს, 105 წლის იუბილეს. მომავალ თაობას ურჩევდი ერთ რამეს, რაც მათ აქვს გამოსასურებელი, რაც მეც მქონდა ბავშვობაში, რომ იშრომონ, არ დაიზარონ შრომა, განვითარება, იმიტომ რომ არიან ძალიან იჭიერები, მაგრამ ცოტა ზოგადად გვეძალებას იზარებთ. ამიტომ თუ ამ კომპონენტს მოუმატებდნენ, რასაც ქვია შრომა და იმიტომ რომ ჩვენს სფეროში შრომის ჩადების გარეშე არაფერი არ გამოდის. ესეთი სფეროა, რომ ყოველდღიურ რუტინულ შრომას ითხოვს. ამიტომ ურჩევდი, რომ იშრომონ, იმეცადინონ, არ დაიზარონ, იფიქრონ თვით განვითარებაზე და შედეგიც ადრე თუ გიან არ დააყოვნებს და აუცილებლად ფასდება, ეს ჩემი აზრით ადრე თუ გიან.